ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა თურქეთსა და შუა აზიის ქვეყნებს ახალი პერსპექტივები დაანახა. რაწერია ჩინეთის ქვეყნის განვითარების 5 წლიან გეგმაში. ისტორიული შეხვედრა ვაშინგტონში. ლიბანი და ისრაელი მოლაპარაკების მაგიდასთან. ილონ მასკი ჩვენს ლიდერების რუბრიკაში. სულ რამდენიმე წამში მოგიყვებით, მე ნუგზარ რუხაძე ვარ. გამარჯობა. სპარსეთის ყურის კონფლიქტმა არა მხოლოდ რეგიონის, არამედ მსოფლიოს ეკონომიკა და მისი სავაჭრო გზები სერიოზულად დააზიანა. პირველ რიგში ეს ენერგო რესურსებს ეხება, რადგან სპარსეთის ყურის ქვეყნები მსოფლიოში ნავთობისა და ბუნებრივი აირის მთავარი ექსპორტიორებია. კონფლიქტის შედეგად საგრძნობლად გაძვირდა ენერგო რესურსები. შემცირდა მათი ექსპორტი და გაჩნდა დეფიციტი, თუმცა მოგეხსენებათ, კრიზისით ერთნი ზარალდებიან ხოლმე და მეორენი სარგებლობენ. მაგალითად, რუსეთმა ენერგო რესურსების ექსპორტი გააორმაგა. თურქეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები კი მსოფლიოს ვაჭრობისა და ენერგო რესურსების დივერსიფიცირებული ექსპორტის ახალ გზებს თავაზობს, რითაც ევროპის ქვეყნებიც დაინტერესდა და აზიისაც. პირველ რიგში აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან თურქეთის გავლით ენერგო რესურსების ექსპორტი იგულისხმება. სამხრეთ კორეამ ნავთობის მიწოდების შესახებ ყაზახეთთან უკვე გააფორმა ხელშეკრულება. სამხრეთ კორეისთვის, რომელიც სპარსეთის ყურის ენერგო რესურსებზე 80%-აა დამოკიდებული, ამ დოკუმენტს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს. სამხრეთ კორეა და ყაზახეთი უკვე დიდი ხანია თანამშრომლობენ ამ მიმართულებით. სამხრეთ კორეას ყაზახეთში ნავთობის 3 დიდი საბადო ეკუთვნის. ყაზახეთიდან სამხრეთ კორეაში ნავთობის ექსპორტის 3 გზა არსებობს. ერთი ჩინეთის გავლით, მეორე რუსეთის და მესამე ტრანსკასპიური გზით. სამხრეთ კორეისთვის გეოპოლიტიკურად მომგებიანი ტრანსკასპიური გზაა, რომელიც ცენტრალურ აზიაში იწყება, გაივლის სამხრეთ კავკასიას და თურქეთში მთავრდება. ყაზახეთის გარდა აზერბაიჯანმა და თურქმენეთმაც გაზარდეს ენერგო რესურსების ექსპორტი. ბაქოში 2 აპრილს თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის სამიტი შედგა, რომელიც სწორედ ენერგო რესურსების ექსპორტის გაზრდის საკითხს დაეთმო. როგორც შეკრებაზე ითქვა, ამ არასტაბილურ დროში შუა სატრანსპორტო დერეფანი ყველაზე უსაფრთხო და სტაბილურია. სპარსეთის ყურის კონფლიქტმა არა მხოლოდ სავაჭრო საექსპორტო გზები, არამედ ტელე-ინტერნეტ კომუნიკაციაც დააზიანა. დაზიანდა ღრმაწყლოვანი ტელე-ინტერნეტ კაბელები. ირანმა დუბაის, აბუ-დაბის, კატარისა და სხვა ქალაქების მონაცემთა ცენტრები დაბომბა, რომელთა შორის ერთ-ერთი აზიაში კომპანია ამაზონის უდიდესი ჰაბი იყო. შედეგად არაერთმა დიდმა კომპანიამ ცენტრების სხვა ქვეყნებში გადატანა გადაწყვიტა, რითაც თურქეთმა მოხერხებულად ისარგებლა და კომპანიებს თავის ტერიტორიაზე ცენტრების განლაგება შესთავაზა. წინადადება ბევრმა კომპანიამ აიტაცა და ტელე-ინტერნეტ ცენტრების თურქეთში განლაგება შეუდგა. ერთი სიტყვით, გზა გაიკაფა ენერგეტიკული გეოპოლიტიკიდან მონაცემთა გეოპოლიტიკამდე, რაც შეიძლება გლობალური სისტემის გარდაქმნად მივიჩნიოთ. ახლა უკვე ქვეყნის სტრატეგიული მნიშვნელობა არა მხოლოდ მისი ნავთობის რეზერვებით, არამედ მის მონაცემთა ცენტრების სიმძლავრითაც იზომება, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა ენერგიას მოიხმარს და შეუფერხებლადაც მუშაობს. ამ გეგმით უკვე დაინტერესდა ისეთი კომპანიები, როგორიცაა Microsoft და Google. ციფრული ინფრასტრუქტურის მშენებლობითა და გაძლიერებით ასევე დაინტერესებულია ცენტრალური აზია, რადგან ეს ინფრასტრუქტურა შუა სატრანსპორტო კორიდორის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს. თუ თურქეთი ენერგეტიკული დერეფნის როლთან ერთად მონაცემთა დერეფნის როლსაც მოირგებს,
მომდევნო 5 წლის განმავლობაში შეძლებს არა მხოლოდ ხიდი, არამედ გლობალური სუპერჰაბი გახდეს. თურქეთს ამისთვის ყველაფერი აქვს, რაც სჭირდება. ახლა უკვე სწორი ნაბიჯების გადადგმის დროა, განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. მაშინ, როდესაც მსოფლიოსა და საერთაშორისო მედიის ყურადღება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე გართულებულ პოლიტიკურ მოვლენებზეა კონცენტრირებული, ბევრი მნიშვნელოვანი ამბავი შესაბამისი ყურადღების მიღმა რჩება. მაგალითად, ახლახან ჩინეთმა სრულიად ჩინეთის წარმომადგენელთა ყრილობაზე, რომელიც ყოველი წლის გაზაფხულზე ტარდება ხოლმე, ქვეყნის განვითარების 5 წლიანი გეგმა დაამტკიცა. 1953 წლიდან მოყოლებული ეს მე-15 ასეთი გეგმაა. ასეც ეწოდა მე-15 5-წლიანი გეგმა. მსოფლიოს განსაკუთრებით კი დასავლეთის ყურადღებას ეს გეგმა ჭეშმარიტად იმსახურებს, რადგან სხვა ბევრ საკითხთან ერთად გეგმაში ჩინეთის სამომავლო პოლიტიკური პრიორიტეტებია გამოკვეთილი. ჩინეთის ერთ-ერთი მთავარი გზავნილი მსოფლიოსთვის ის არის, რომ ამ არასტაბილურ ვითარებაში, როცა ცნობილმა გეოპოლიტიკურმა ძვრებმა და ტრამპის ტარიფებმა მსოფლიო სავაჭრო ქსელი საგრძნობლად დააზიანა, ჩინეთი ხაზგასმით უჭერს მხარს საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებას და კვლავაც სტაბილურობისა და პარტნიორობის კუნძულად რჩება. ჩინეთის ლიდერის თქმით, კონფლიქტებმა, გეოპოლიტიკურმა მეტოქეობამ და COVID-19 პანდემიამ საქონლის გლობალური მიწოდების ქსელი სისუსტე გამოავლინა. განვითარებული ქვეყნების მიერ დაწესებულმა სავაჭრო ტექნოლოგიურმა შეზღუდვებმა აჩვენა, რამდენად აფერხებს ეროვნულ განვითარებას უცხოურ რესურსებზე დამოკიდებულება. ამიტომ ჩინეთის მთავარი ამოცანა მომდევნო 5 წლის განმავლობაში საკუთარ რესურსებზე დაყრდნობა და მისი შემდგომი განვითარება იქნება. რაც შეეხება ენერგორესურსებს, ჩინეთი დიდადაა დამოკიდებული სპარსეთის ყურესა და რუსეთზე. სწორედ ამიტომ ის ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლებასა და საკუთარი განახლებადი ენერგორესურსების მოპოვებას შეეცდება. ამ საკითხში ისედაც ჩინეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერია. ჩინეთი ასეთივე დიდ ყურადღებას უთმობს იშვიათი მიწა ელემენტების მოპოვებას. პეკინი 10 წლეულების განმავლობაში მუშაობდა კრიტიკული მინერალების გლობალური მიწოდების ჯაჭვზე კონტროლის დასამყარებლად, რაც 2025 წელს ტრამპის ადმინისტრაციაზე ზეწოლისთვის მოხერხებულად გამოიყენა. მომდევნო 5 წლის განმავლობაში ჩინეთის მიზანია იშვიათი მიწა ელემენტების, იშვიათი ლითონებისა და ზემყარი მასალების მოპოვებაში საკუთარი საკონკურენტო უპირატესობები გააძლიეროს. ჩინური კომპანიები სხვა ქვეყნებში უკვე ყიდულობს ამ მინერალების მწარმოებელ საბადოებს და ამ მაღაროებში მოპოვებულ მასალას გადასამუშავებლად ჩინეთში გზავნის. პეკინს სურს გადამუშავებული მინერალები ქვეყანაში მაქსიმალურად დარჩეს და გლობალური ეკონომიკა ჩინეთზე დამოკიდებული გახდეს არა მხოლოდ მინერალების გადამუშავების თვალსაზრისით, არამედ მათი შემცველი მზა პროდუქციის მხრივაც. ჩინური 5-წლიანი გეგმა ასევე დიდ ყურადღებას უთმობს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ბიოტექნოლოგიის, ხელოვნური ინტელექტისა და ზოგადად მაღალი ტექნოლოგიების განვითარება. ამჟამად ჩინეთი ადრეული კლინიკური კვლევების წამყვანი ცენტრია მსოფლიოში. ამერიკული კომპანიები რეკორდულ თანხებს იხდის ჩინური ბიოტექნოლოგიური ინოვაციების მოპოვებისთვის. 2024 წელს ამერიკულმა კომპანიებმა 52 მილიარდი დოლარი გადაიხადა ინოვაციური ჩინური პრეპარატების ლიცენზირებაში. 2025 წელს ეს მაჩვენებელი 127 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამ ციფრის კვლავაც გასაზრდელად ჩინეთმა სამეცნიერო ინსტიტუტებსა და ლაბორატორიებში დიდი ინვესტიციების განხორციელება გადაწყვიტა.
ჩინეთის ხელმძღვანელობის სურვილია სამეცნიერო კვლევებსა და გამოგონებებში ქვეყანა მსოფლიოს ლიდერი გახდეს. მათ კიბერ უსაფრთხოება ახალი 5 წლიანი გეგმის საყრდენად აქციეს, რომელიც ქვეყნის განვითარების კურსს 2030 წლამდე განსაზღვრავს. საქმე აღარ ეხება მხოლოდ ქსელების ან მონაცემების დაცვას. პეკინმა ციფრული უსაფრთხოება ეკონომიკას, ინდუსტრიას, მმართველობასა და საერთაშორისო გავლენას დაუკავშირა, რაც აჩვენებს, რომ ქვეყნის მიერ ტექნოლოგიებისადმი სწრაფვა სტრატეგიული მდგრადობის საქმედ იქცა. ჩინეთს სურს ამ საკითხში მსოფლიოს ზესახელმწიფოდ ჩამოყალიბდეს. მოკლედ, პეკინის საერთაშორისო წესრიგში აქტიური მონაწილეობიდან ლიდერობაზე გადადის და სულ უფრო მეტად აკეთებს აქცენტს დიპლომატიურ და ეკონომიკურ მექანიზმებზე. როგორც ამერიკულ პრესაში აღინიშნა, ჩინეთის ხელმძღვანელობამ მთელი დასავლეთისთვის შესაშური გეგმა დასახა. მაშინ, როდესაც დონალდ ტრამპი შიდა და გარე პრობლემებშია ჩაფლული, ჩინეთი თავის ქვეყნის განვითარებას აჩქარებს და ამბობენ, მალე ამერიკასაც უკან ჩამოიტოვებსო. ისრაელისა და ამერიკის დაპირისპირება ირანთან ორ ფრონტზე მიმდინარეობს. კონფლიქტი რომ დაიწყო, ლიბანის შიიტურმა დაჯგუფება ჰეზბოლამ ირანს დაუჭირა მხარი. ჰეზბოლა დღემდე არ წყვეტს რაკეტების გაშვებას ისრაელის მიმართულებით. საპასუხოდ ისრაელმა ჰეზბოლას წინააღმდეგ დიდი სამხედრო ოპერაცია წამოიწყო. ისრაელის სამხედრო ძალები სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე შეიჭრა, რომელსაც ჰეზბოლა აკონტროლებს. ისრაელის არმია გამუდმებით ბომბავს ჰეზბოლას დედაქალაქ ბეირუთშიც და ქვეყნის სამხრეთშიც. ცხადია, კონფლიქტის ორივე მხარე ზარალდება, თუმცა ლიბანი უფრო მეტად, მატერიალურადაც და დაღუპულთა რაოდენობითაც. ლიბანში უკვე რამდენიმე წელია ეკონომიკური კრიზისია. მიმდინარე კონფლიქტი ფაქტობრივად ბოლომდე ანადგურებს ლიბანის ეკონომიკას. ისრაელი თანახმაა შეაჩეროს ლიბანზე შეტევა, თუმცა ერთი პირობით ჰეზბოლამ ვარი უნდა თქვას ისრაელის წინააღმდეგ შეტევაზე, რის გაკეთებას ჰეზბოლა არ აპირებს. ასე რომ მდგომარეობა ჩიხშია შესული. თავად ლიბანის ხელისუფლება მოწადინებულია როგორმე შეაჩეროს კონფლიქტი, მაგრამ მიზეზთა გამო მთავრობას ჰეზბოლაზე გავლენა არ აქვს. მოგეხსენებათ, ლიბანი მრავალკონფესიური ქვეყანაა, რაც დიდ პრობლემას ქმნის. გასული საუკუნის 80-იან წლებში ამის გამო გაჩაღდა ქვეყანაში სამოქალაქო ომი. სწორედ ამიტომაა ლიბანის პოლიტიკური მმართველობა გაყოფილი სხვადასხვა კონფესიებს შორის. ქვეყნის სადავეების ნაწილი შიიტებს უჭირავთ ხელში, რომელთაც ჰეზბოლა მართავს. თავად ჰეზბოლა ჰიბრიდული ძალაა, რომელსაც დიდი პოლიტიკური და სამხედრო გავლენა აქვს ქვეყანაში. ამავე დროს ჰეზბოლაზე დიდი გავლენა აქვს ირანს. ფაქტობრივად ჰეზბოლა ირანიდან იმართება. ამიტომ ეურჩება ჰეზბოლა ლიბანის მთავრობას. ისრაელს ჰეზბოლას განიარაღება სურს და მის კაპიტულაციას ითხოვს. ამ მიზნით შეიჭრა ისრაელის სამხედრო ძალები სამხრეთ ლიბანში. ისრაელს აქ უსაფრთხოების ბუფერული ზონის შექმნა სწადია, მაგრამ ლიბანში დიდი ადამიანური მსხვერპლის გამო დასავლეთის მხრიდან ისრაელზე დიპლომატიური ზეწოლა გაიზარდა. ევროკავშირი და თურქეთი ამის გამო ისრაელს დაუპირისპირდა. იტალიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმა უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში ისრაელთან ურთიერთობა გაწყვიტა. ზეწოლა ხორციელდება ტრამპის ადმინისტრაციაზეც, რომელმაც რაც არ უნდა უცნაური იყოს ეს, ლიბანსა და ისრაელს შორის შუამავლის როლი მოირგო. ამერიკა ლიბანისა და ისრაელის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასმას ეცადა და წარმატებასაც მიაღწია. 3 ათეული წლის განმავლობაში პირველად ვაშინგტონში ერთმანეთს ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრას, რომელსაც მსოფლიოს პრესამ ისტორიული უწოდა, ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ედგა სათავეში. პირველ შეხვედრაში ისრაელისა და ლიბანის ხელმძღვანელობის მაღალი რანგის პირები
არ მონაწილეობდნენ. მათ დელეგაციებს დიპლომატები წარმოადგენდნენ, მაგრამ ორივე მხარის ლიდერები პოზიტიურად უყურებდნენ პროცესს. ლიბანის პრეზიდენტმა ჯოზეფ აუნმა იმედი გამოთქვა, რომ ვაშინგტონში ისრაელისა და ლიბანის ელჩებს შორის შეხვედრები ლიბანის ტანჯვის დასასრულის დასაწყისი გახდება. შეხვედრა 6 საათს გაგრძელდა და საკმაოდ იმედიანად დამთავრდა. დღეს აღმოვაჩინეთ, რომ ერთსა და იმავე მხარეს ვდგავართ. ეს არის ყველაზე პოზიტიური შედეგი, რის მიღწევად შეგვეძლო. ორივე მხარე ვერთიანდებით ლიბანის ოკუპანტისგან გათავისუფლების საქმეში, რომელსაც ირანი მართავს და რომელსაც ჰეზბოლა ქვია, განაცხადა ისრაელის დელეგაციის ხელმძღვანელმა. მარკო რუბიომ კი თქვა, რომ საკითხის ყველა სირთულე 6 საათში ვერ დაიძლება, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ ჩარჩო, რომლის შიგნით შეიძლება რაღაც პოზიტიური მოხდეს. ბოლოს ითქვა, რომ ასეთი შეხვედრა მალე გამეორდება. თითქოს ეს კარგი ამბავი ყველას უნდა გახარებოდა, მაგრამ არა ჰეზბოლას, რომლის ლიდერმა ნაიმ კასემმა ლიბანის მთავრობას ისრაელთან პირდაპირი მოლაპარაკების შეწყვეტისკენ მოუწოდა. ის სამოქალაქო ომითა და კრიზისის გამოწვევით დაემუქრა ქვეყანას. დედაქალაქ ბეირუთში ჰეზბოლას მხარდასაჭერად მრავალათასიანი დემონსტრაციები გაიმართა. ამავე დროს ისიც ცნობილია, რომ ჰეზბოლას ქვეყნის სამოქალაქო ომამდე მიყვანა შეუძლია. აქ სხვა კითხვა ისმის, ეყოფა თუ არა ძალა ლიბანის დანარჩენ მოსახლეობას და მის მთავრობას ჰეზბოლას გასანეიტრალებლად. Forbes-ის 2026 წლის აპრილის შეფასებით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მდიდარი ადამიანის ილონ მასკის მთლიანი ქონების ღირებულება 806 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამბობენ, რომ ეს ექსცენტრიული ბუნებისა და განსაცვიფრებლად წარმატებული ბიზნესმენი ახალი იდეების ნამდვილი გენერატორია. მასკი 1971 წელს სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიაში დაიბადა. მამამისი წარმოშობით ინგლისელი ინჟინერი იყო. დედა კანადელი მოდელი და დიეტოლოგი. ილონის ძმა კიმბალ მასკი რესტორნების მფლობელია ამერიკაში. და კი ტოსკა მასკი მოდელი და კინორეჟისორი. ბავშვობაში მშობლები რომ ელაპარაკებოდნენ, ილონი სადღაც შორს იყურებოდა ხოლმე. ეგონათ ბავშვს ყურს აკლდა. მაგრამ ექიმებმა პატარა ილონს აუტიზმის მსუბუქი ფორმა დაუდგინეს. ბავშვობაში თურმე ბევრს კითხულობდა. 10 წლის რომ იყო, კომპიუტერული ტექნიკით დაინტერესდა. დამოუკიდებლად ისწავლა პროგრამირება და 12 წლის ასაკში ვიდეო თამაშის კოდი დაწერა, რომელიც $500 გაყიდა. კაცობრიობის შეცვლისა და ადამიანის ცხოვრების გამარტივების იდეები პატარაობაშივე გაუჩნდა. ძალიან განსხვავებული ბავშვი იყო და ამიტომ ხშირად ხდებოდა ძალადობის მსხვერპლი. ერთხელ ისე სცემეს, გონება დაკარგა და ქირურგიული ჩარევა დასჭირდა. 8 წლის იყო, მშობლები ერთმანეთს რომ დაშორდნენ. დედა კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. ილონი მამასთან დარჩა სამხრეთ აფრიკაში. სკოლა რომ დაამთავრა, დედამისთან გადავიდა კანადაში. უმაღლესი განათლება პენსილვანიის უნივერსიტეტში მიიღო ეკონომიკასა და ფიზიკაში. 1995 წელს ფიზიკის შესასწავლად სტენფორდის უნივერსიტეტის ასპირანტურაში ჩააბარა. სწორედ მაშინ მოიაზრა, რომ ინტერნეტს საზოგადოების შესაცვლელად გაცილებით უფრო დიდი რესურსი ჰქონდა, ვიდრე ეს ზედაპირზე ჩანდა. სწავლა შეწყვიტა და კომპანია Zip2 დააარსა, რომელიც რუკებითა და კატალოგებით ამარაგებდა ონლაინ გაზეთებს. 1999 წელს კომპანია კომპაკმა Zip2 $307 მილიონ შეიძინა. მიღებული თანხით მასკმა ახალი კომპანია XCOM შექმნა, რომელიც ელფოსტით გადახდებსა და ინტერნეტ ფინანსურ მომსახურებას უზრუნველყოფდა. ერთ წელიწადში XCOM-ი კომპანია Confinity-სთან გაერთიანდა, რომელიც ფულის გადარიცხვის ინტერნეტ სერვისზე მუშაობდა. 2001 წელს
გაერთიანებულ კომპანიას PayPal ეწოდა. 1 წლის შემდეგ PayPal $1.5 eBay-მ შეიძინა, საიდანაც ილონ მასკს $165 მილიონი შეხვდა. ილონ მასკს სახელი მაინც ორმა კომპანიამ გაუთქვა. ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ და კოსმოსური ტექნოლოგიების კომპანია SpaceX-მა. NASA სწორედ ამ კომპანიის რაკეტებით უშვებს ასტრონავტებს კოსმოსში. მასკს სჯერა, რომ კაცობრიობის გადასარჩენად და არსებობის გასახანგრძლივებლად კოსმოსის ათვისება აუცილებელი. ის პლანეტა მარსის ათვისებით არის დაინტერესებული, სადაც მწვანე სადგურის განთავსებას და პლანეტის შესწავლას გეგმავს. SpaceX-ის მეშვეობით მასკმა კომპანია Starlink-ი შექმნა, რომლის მიზანი სამყაროში კოსმოსური ინტერნეტის გავრცელებაა. Starlink-მა დედამიწის ორბიტაზე 4000-ზე მეტი თანამგზავრი გაუშვა, რომელიც სამყაროს ინტერნეტით უზრუნველყოფს. 2015 წელს მასკმა პარტნიორებთან ერთად კომპანია OpenAI დააარსა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე მუშაობს. მაგრამ 2018 წელს მან ეს კომპანია დატოვა, რადგან ერთგვარი ეჭვის თვალით უყურებს ხელოვნურ ინტელექტს. შიშობს, თუ ხელოვნური ინტელექტი ადამიანებზე მძლავრ უნარებს შეიძენს და მასზე გონიერი გახდება, ეს კაცობრიობის გადაშენებას გამოიწვევს. ადამიანის ტვინისა და კომპიუტერის დაკავშირებაზე მუშაობს მასკის კომპანია Neuralink, რომლის ტექნოლოგია მიზნად ისახავს ისეთი დაავადებების მართვას, როგორიცაა ალცჰაიმერი, პარკინსონი და ეპილეფსია. Neuralink-მა უკვე ჩაატარა კვლევა ცხოველებსა და ადამიანებზე. ამჟამად კი მიღებული შედეგებიდან გამომდინარე მიკროჩიპის დახვეწაზე მუშაობს. 2022 წელს მასკმა სოციმედია Twitter-ი შეიძინა, სახელი გადაარქვა და X დაარქვა. 2024 წელს ილონ მასკმა ამერიკის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის საარჩევნო კამპანიას დაუჭირა მხარი. მისმა დაარსებულმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ America PAC-მა რესპუბლიკური პარტიის მხარდასაჭერად $150 მილიონამდე დახარჯა. ტრამპმა კი მას სახელდახელოდ შექმნილი ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა ჩააბარა. თანამდებობამ მასკს დათვური სამსახური გაუწია, რადგან დეპარტამენტმა ათასობით ამერიკელი მოქალაქე სამსახურიდან გაუშვა, რამაც ილონ მასკი ამერიკაში ყველაზე საძულველ პიროვნებად აქცია. მალე მას ტრამპთან ურთიერთობას დაეძაბა და თანამდებობა დატოვა. ილონ მასკი სამჯერ იყო ქორწინებაში, თუმცა ამბობენ არაოფიციალურ ურთიერთობებსაც არ ერიდებოდაო. მისი პირველი მეუღლე კანადელი მწერალი ჯასტინ უილსონი იყო. მათ ერთმანეთი კანადაში უნივერსიტეტში სწავლისას გაიცნეს. 2002 წელს წყვილს პირველი შვილი ალექსანდრე ნევადა შეეძინა, მაგრამ ბავშვი 10 კვირის ასაკში გარდაიცვალა. ტრაგედიამ ილონსა და მის მეუღლეს შორის დისტანცია წარმოშვა, თუმცა მეორე შვილის ყველაზე უარი არ უთქვამთ. მათ ხელოვნური განაყოფიერების ცენტრს მიმართეს და 2004 წელს ტყუპის გრიფინისა და ზეივიერის მშობლები გახდნენ. 2 წლის შემდეგ წყვილს კიდევ 3 შვილი შეეძინა, მაგრამ ოჯახურმა ბედნიერებამ დიდხანს ვერ გასტანა. ილონი მეუღლეს მუშაობას უკრძალავდა და მოითხოვდა, რომ მხოლოდ დიასახლისი და კარგი დედა ყოფილიყო. 2008 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. მასკის მეორე მეუღლე ინგლისელი მსახიობი ტალულა რაილი იყო. 2018 წელს მასკი მესამეჯერ დაქორწინდა. ამჯერად მისი მეუღლე კანადელი მომღერალი სასცენო სახელით გრაიმსი გახდა. მათ 3 შვილი შეეძინათ. მასკმა სამივეს უცნაური ციფრული სახელები დაარქვა. ერთ-ერთი მათგანი მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა, როცა ილონმა ის ოვალურ ოფისში მიიყვანა. 2022 წელს წყვილი განქორწინდა. მასკს არაოფიციალურ ურთიერთობაში კიდევ 2 შვილი ჰყავს. სულ 14 შვილის მამაა. მასკი თავის შვილებს ლეგიონს უწოდებს და სურს, რაც შეიძლება მეტი მაღალ ინტელექტუალური ადამიანი დატოვოს ამ ქვეყნად.
ილონ მასკი მაღალი შობადობის მომხრეა. ერთხელ უთქვამს, ხალხს თუ შვილები არ ეყოლა, ცივილიზაცია დაიღუპებაო. შვილებისთვის მასკმა კერძო სკოლა დააარსა, სახელად ad astra, ანუ ვარსკვლავებთან. სკოლა თავიდან მხოლოდ მის ნაშიერზე იყო გათვლილი, თუმცა ახლა იქ 40-ზე მეტი ნიჭიერი ბავშვი სწავლობს. სკოლაში ხელოვნური ინტელექტის სისტემების პროექტირება, რობოტების შექმნა და ბიზნესის ნულიდან დაწყება ისწავლება. მედიის ყურამდე მივიდა, რომ მასკის ერთ-ერთი შვილი LGBT საზოგადოების წევრია. 18 წლის რომ გახდა, ზეივიერ მასკმა ოფიციალურად შეიცვალა სქესიც და სახელიც. ახლა მას ვივიენ უილსონი ჰქვია. ამაზე ილონ მასკმა გაბრაზებულად განაცხადა, რომ მისი შვილი თავიდანვე ჰომოსექსუალი და აუტისტი იყო და ყველაფერი ზეივიერის დედას და მის აღზრდას დააბრალა. მამაშვილმა ამ აღიარების შემდეგ ერთმანეთთან კონტაქტი გაწყვიტა. დღეს სულ ეს იყო, მადლობა ყურადღებისთვის. მე ნუგზარ უხაძე ვარ და მომავალ შაბათამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.